სამედიცინო თემით ვაგრძელებთ ახლას ჩვენს გადაცემას, ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან დაავადებაზე, რომელიც არის მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში. ეს დაავადება არის გლაუკომა, რა ნიშნები, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და რა მიდგომა აქვს თანამედროვე მედიცინას სამკურნალოდ. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ოფთალმოლოგი ქალბატონი ნათია კობახიძე. მოგესალმებით ქალბატონი ნათია, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით. აი რა არის გლაუკომა? დავიწყოთ ამით. რა დაავადება არის და რა სიმპტომები ახასიათებს მას? ეს არის პათოლოგია, ქრონიკული პათოლოგია, პროგრესირებადი, ძირითადად ორმხრივი, რომლის მთავარი გამოვლინებაა მხედველობის ნერვის დაზიანება, შეუქცევადი დაზიანება. მისი მთავარი მიზეზი ძირითადად არის მომატებული თვალში გაწნევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ცუდია ის ამბავი, რომ პათოლოგია მიდის სიმპტომების გარეშე დასაწყის სტადიებში და ისე ჩუმად მიდის მხედველობის კლება, რომ პაციენტი ამის შესახებ ვერ ხვდება. ამიტომ სკრინინგი, რომ 40 წლის ზემოთ პაციენტი წელიწადში ერთხელ ესტუმროს თვალის ექიმს. განსაკუთრებით ისეთი პაციენტი, რომლის ახლობლებში, ახლო ნათესავებში ეს დაავადება არსებობს, გადაგვარჩენს ამ პათოლოგიის განვითარებისგან და მის შორსწასულ ფორმებს ავიცილებთ თავით. არანაირი სიმპტომი არ აქვს დაწყისში. დასაწყისში არა, დასაწყისში არა. კი, პირველ-მეორე სტადიაზე შეიძლება ვერც მიხვდეს პაციენტი ამის შესახებ. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, რომ ცალი თვალის მხედველობით ფუნქციები იკარგება, ნერვის ატროფია მიდის და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენს პაციენტი, რომ მკვეთრი დაქვეითებული მხედველობის შემთხვევაში მიმართავს თვალის ექიმს. უკვე დაზიანებულ თვალს ვეღარ ვეშველებით და დგება საკითხი მეორე შედარებით რახან ეს პროცესი ორმხრივია, გადავარჩინოთ მეორე თვალი. ანუ პრევენცია არანაირი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სკრინინგი ჩაიტაროს პაციენტს. სამწუხაროდ არა. შემოთავაზება და რჩევა მსოფლიო ჯანდაცვის და მოთხოვნა ჯანდაცვის ორგანიზაციისგან არის ის, რომ 40 წლის ზემოთ პაციენტი აუცილებლად წელიწადში ერთხელ ესტუმროს თვალის ექიმს, რომ არ გაიპაროს ეს პათოლოგია და არ წავიდეს ის შორეულ ახალგაზრდა ასაკში არის რისკი, ხო? უფრო ახალგაზრდა ასაკში სხვა ფორმა არსებობს, არის თანდაყოლილი გლაუკომები ახალშობილებშიც, მაგრამ უფრო საყვარელი პერიოდი არის 40-დან ზემოთ. და თანაც აუცილებლად როცა არის ოჯახური ანამნეზი, ეს ძალიან გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ მიზეზი რა აუცილებლად, იმიტომ რომ არ არის მიზეზი ცნობილი, თქვათ რა არის მისი გამომწვევი. ამიტომ სკრინინგი გვიცავს მისი განვითარებისგან. ბუნებრივია, რასაც ამბობთ ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად მოსალოდნელია, ხომ ეს დაავადება ჰქონდეს ადამიანს. კი, 40-დან ზემოთ რეკომენდაცია ესე. არ არის რომ თქვათ უფრო არის პათოლოგიები, თქვათ თვალის ესეთი პათოლოგიები, რომელსაც მეორადად ახლავს თვალში გაწნევის მატება. არის გლაუკომის ისეთი ფორმები, რომლებიც საერთოდ ნორმალური თვალში გაწნევითაც მიმდინარეობს. ეს არის ნორმოტენზიული გლაუკომები, ამიტომ თვალის ექიმთან კონსულტაციის დროს სწორად ხდება ამისი შეფასება. არის ბევრი დამატებითი კვლევა, რომელიც გვაძლევს უფლებას, რომ სწორად განსაზღვროთ, მივიტანოთ ეჭვი და ანუ უარყოფთან დავადასტუროთ. და ასეთი პაციენტი, გლაუკომიანი პაციენტი და თვალის ექიმი სულ მუდმივად ერთმანეთთან კონტაქტში არიან, მეგობრობენ, იმიტომ რომ ეს არის ქრონიკული პათოლოგია, რომელიც სულ მოითხოვს გადამოწმებას, თვალის წნევის, სპეციალური აპარატული კვლევებით, მხედველობის ველის შემოწმებას, მხედველობის ნერვის შემოწმებას, იმიტომ რომ მხედველობის ნერვის დაზიანება მიდის და ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ვერ ვაბრუნებთ. უკან ამიტომ არ უნდა დაუშვათ ეს პროცესი, რომ წავიდეს წინ. გლაუკომის სხვადასხვა ტიპი არსებობს, აი ამ ტიპების შესახებ რო ვისაუბროთ და ყველაზე მეტად გავრცელებული რომელი არის საზოგადოებაში. გლაუკომის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ძირითადად მაინც დაყოფა ხდება ღიაკუთხიანი გლაუკომა და დახრულკუთხიანი გლაუკომა. მკურნალობის მეთოდებით დაახლოებით ერთნაირი არის, მედიკამენტოზურს გულისხმობ, უბრალოდ პრეპარატები რა თქმა უნდა განსხვავებული, უფრო მეტად არის ღიაკუთხიანი გლაუკომა, ეს თვალის ანატომიიდან გამომდინარე და ამიტომ ამის დიაგნოსტირებაც ხდება კონსულტაციის დროს, სპეციალური
პირველადი კონსულტაციის გარდა კიდე სპეციალური კვლევებით. რა არის ეს კვლევები? ეს არის მხედველობის ველის შემოწმება, იმიტომ რომ თვალში გაწნევის მატებას თან ახლავს მხედველობის ველის ნელ-ნელა შევიწროება. ამას პაციენტი ვერ ხვდება, იმიტომ რომ ხანდახან როცა ეს პროცესი მხოლოდ ცალ-თვალზე მიმდინარეობს, მეორე თვალი აკეთებს კომპენსირებას ამ პროცესის. ამიტომ ზიანდება, ხო, ბუნებრივია. ამით მეორე თვალზე დატვირთი. არა, არ ზიანდება. უბრალოდ სწორედ და დროულად აღმოჩენაა ძალიან მნიშვნელოვანი. და როცა ვატარებ სპეციალურ აპარატურ კვლევას, ეს არის კომპიუტერული პერიმეტრია. მხედველობის ველში აღმოჩნდება დაზიანებული უბნების, კოტომებს ვეძახით, შევიწროება ან კიდე მხედველობის ველის, გლაუკომას ახასიათებს სპეციფიური დაზიანება მხედველობის ველის. ამიტომ თუ თვალში გაწნევასთან ერთად არის მხედველობის ველის დაზიანება და ოფთალმოლოგია ასევე თვალის ფსკერზე ნახულობს ნერვის დაზიანებასაც და ამას მე ადასტურებს თვალის ტომოგრაფით, ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფით, აუცილებლად ისმება გლაუკომის დიაგნოზი და ვიწყებთ მის მკურნალობას. და ძალიან მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ხანდახან პაციენტი მხოლოდ თვალში გაწნევის საკონტროლოდ მოდის შემდეგ. მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა მხედველობისა, თვალში გაწნევისა, პერიმეტრიული მონაცემის და ტომოგრაფიული მონაცემის. თუ ეს 4 მონაცემი თვეების და წლების მანძილზე მკურნალობის ფონზე სტაბილურად რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის, ესე ვთქვათ, მეთოდიკა სწორად არის შერჩეული. მაგრამ ხშირად ეს ასე მარტო არ იმართება, მარტო მედიკამენტოზურად და გვიწევს ქირურგიული ჩართულობაც. ეს ქირურგია სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს, ისევე მიმართული თვალში გაწნევის სარეგულაციოდ. ეს შეიძლება იყოს ლაზერული ჩართულობა, შეიძლება იყოს სპეციალური მოთავსება სარქველების, შუნტების, რომლებიც ასევე მიმართულია თვალში გაწნევის სარეგულაციოდ და სტადიების შესაბამისად მიზნის წნევა სხვადასხვანაირად განსაზღვრავთ ექიმები. რა თქმა უნდა, ეს ხდება კონსულტაციების დროს. ამიტომ უბრალოდ თქვენი ეთერიდან მინდა თხოვნასავით, მოწოდებასავით, რომ 40 წლის ზემოთ პაციენტი წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი ძალიან ვერაგი დაავადებისგან დაკიცხოს. საუკეთესო, რა მაინტერესებს იცით? აი, როდესაც უბრალოდ მიდიხარ ექიმთან, თვალის ექიმთან, ოფთალმოლოგთან, შესამოწმებლად მხედველობის. აი, ამ შემთხვევაში, ხა შეიძლება პაციენტი არ იყოს ინფორმირებული და არ ქონდეს იმდენი ინფორმაცია, ხდება თუ არა თვალის წნევის, შიდა წნევის შემოწმებაც. დიახ, აი, უბრალოდ კონსულტაციის დროს, აი, აუცილებლად ეს არის მხედველობასთან ერთად აუცილებლად ერთ-ერთი კვლევა, რომელიც კეთდება თვალში, ეს არის თვალში გაწნევის განსაზღვრა. ამის გარეშე არც ერთი დაწესებულებიდან თვალის კვლევა სადაც მიდის, პაციენტი არ უნდა გამოვიდეს და დიახ. კითხულობ, რომ ხშირად აი 40 წლის ზემოთ ადამიანებს სათვალე სჭირდება რაღაც საკითხავი, საკითხავი მხედველობის მდგომარეობა ცოტა უარესდება და მაინც უწევს თქვა პაციენტს რომ მიაკითხოს ექიმს. ამიტომ შეიძლება დამშვიდობულად igznos აუცილებლად ადამიანმა რომ შემოწმებულია თვალში გაწნევას. ოფთალმოლოგიურ დაწესებულებაში თვალში გაწნევის კვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ტონომეტრიას უწოდებთ მას, სხვადასხვა მეთოდით განისაზღვრება, აუცილებლად ეს უნდა იქნეს ჩატარებული. ეს არის სტანდარტულ კონსულტაციაში გათვალისწინებული კვლევა. ასე რომ კი, ამიტომ თქვენი რაიმე ჩივილით იგივე მშრალი თვალის გამო, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ან მე წლებთან როცა წამოვა ეს საკითხი, რომ სათვალე დაგჭირდება სტუმრობით თვალის ექიმს, თქვენ არ დაგჭირდებათ ჩემი კოლეგისთვის ამის შეხსენება, რომ თქვენ გჭირდება თვალის ის აუცილებლად გააკეთებს ამას. მადლობა, დიახ. აი, თავგადონდათია, სამწუხაროდ ასეთი თვისება გვაქვს ცხოვრების სტილში, სანამ არ შეგვაწუხებს რაიმე კონკრეტული, მანამდე არ მიმართავთ ხოლმე ექიმს. აი, რა ხდება მომართვიანობის კუთხით სკრინინგის საკითხში მაინტერესებს ამ შემთხვევაში. რამდენად არის ხშირი მომართვიანობა, რომ აი წინასწარ ვიდრე რამე დაემართებოდეს ადამიანს, მანამდე დროულად მოვიდეს. იცით რა, ბოლო პერიოდში დაახლოებით ალბათ ერთი ბოლო პერიოდში ვიტყოდი რაღაცა ეს კულტურა მოსახლეობაში ამაღლ და ადამიანებაც დაიწყეს ზრუნვა საკუთარ თავზე. ჩვენი ჯანდაცვის ეს პოლიკლინიკური სისტემა, რომელიც სთავაზობს რამდენიმე სპეციალისტთან შეხვედრასთან ერთად ოფთალმოლოგის კონსულტაციას, საპენსიო ასაკის მოსახლეობას და ასევე ბავშვებსაც, შეუწყვა მან ხელი, რომ ესეთი პაციენტები გამოვლენილიყვნენ, იგივე გლაუკომით დაავადებული პაციენტები. და კიდევ არის პროგრამები, რომლებიც ამ გლაუკომიან პაციენტებს მედიკამენტოზურ ბით უზრუნველყოფს. ესე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პრეპარატები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის ფინანსურად, თან ეს ქრონიკული პათოლოგია და სულ ამ პრეპარატების მოხმარება ჭირდებათ. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მოსახლეობისთვის, რომ
შეხვედრა ოფთალმოლოგთან პენსიონერი პაციენტისთვის და ვთქვათ ბავშვის ასაკში ხდება ძალიან დაბალი ტარიფით ხანდახან უფასოდაც და ეს რა თქმა უნდა გამოვლენას უწყობს ხელს რეგიონებში განსაკუთრებით. ვიზუალურად რა ემართება თვალს გლაუკომის დროს? ესეც საინტერესოა, ვთქვათ კატარაქტის დროს რაღაცა იბლარება თითქოს თვალი და უფერული ხდება. გლაუკომის დროს რა ხდება? გლაუკომის დროს ვიზუალურად პირველ სტადიებში შესამჩნევი არ არის, საერთოდაც. არც ვიზუალურად შეიმჩნევა ეს და ვერ შენიშნავს და ვერც სიმპტომებითაც ვერ მიხვდება. ამიტომ მხედველობის ჩუმქურც უწოდებენ. ამიტომ აი ეს რაც ვახსენე რომ ჰეპატიტი ღვიძლის შემთხვევაში დაახლოებით. დიახ, ესე. და ამიტომ აღმოჩენა მისი სკრინინგის დროს ძალიან მნიშვნელოვანია და გადაგვარჩენს და დაგვიცავს რომ რაღაცა ისეთი შემდეგი სტადიებისგან დაცული. გამოტანათია თქვენ ახსენეთ თანდაყოლილი გლაუკომა ბავშვების შემთხვევაში. აი ხა ჩვენ გაგვიგია შეიძლება არასწორად ვახსოვს თავის ქალის შიდა წნევა თუ თვალის შიდა წნევა რომ შიდა ქალის წნევა. ესენი განსხვავებული ამბები, აბსოლუტურად კი თვალს აქვს თავისი თვალში გაწნევა, რომელიც თვალში სითხე გამომუშავდება, რომელიც ტონუსს უნარჩუნებს და კვებას განახორციელებს თვალის ორგანოიდებისა და თანდაყოლად ხშირად ხდება აი ამ მაღალი თვალში გაწნევით ვიზუალურად ამ შემთხვევაში ასეთ ბავშვებს ემჩნევათ. ამიტომ პედიატრები ამიტომ და ახალშობილების სკრინინგიც თქვათ პედიატრთან ძალიან მნიშვნელოვანია და თქვათ პირველივე პერიოდში და დაბადებიდან მალევე ასეთი ბავშვები საერთოდ ახალშობილების მომართვენობა თვალის ექიმთან ვიზიტი რო იქნეს პედიატრი აღმოაჩენს ამას ხშირად და შემდეგ გადმოამისამართებს ეს ძალიან ვერაგი პათოლოგი მშობელმა შეიძლება შენიშნოს თვალის კაკლის ზომის მატებით. კი ხო მომატებულია წინ არის წამოსული მცირედ და გაჩნია აქაც რა სტადია ეს ძალიან ვერაგი პათოლოგია და რა ხდება ამ დროს ესეთი თვალის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ და გაჩნია კიდე რა ზომა თვალის რა მხელა თვალში გაწნევა და აქ უკვე ჩართულობა ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს იმიტომ რომ თვალში გაწნევა იწვევს ნერვზე ზეწოლას და ნერვული ბოჭკოების დაზიანებას და აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე რომ სიბრმავის ერთ-ერთ მეორე მიზეზია მსოფლიოში დიაბეტის შემდეგ გლაუკომა თანდაყოლილი აუცილებლად და შეძენილიც უკვე კი აი ის რაც ჩვენ ვისაუბრეთ 40 წლის ზემოთ. თუმცა ყველა დაავადების შემთხვევაში ადრე აღმოჩენას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ არის აუცილებელი სკრინინგი, რაზეც თქვენ აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი პაციენტია, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებენ სტაბილურ მხედველობას. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში ექიმების რომ ეს პროცესი წავიყვანოთ შედარებით დუნეთ, ვერ ვაჩერებთ სამწუხაროდ. შეუქცევადია, წავიყვანოთ ძალიან ნელა, მოხდეს მისი პროგრესირების მართვა, ესე ვთქვათ. ხო, ისე რომ თუ დაისვა გლაუკომის დიაგნოზის რომ განკურნებული იყოს ასეთი პაციენტი, სამწუხაროდ ამისი ახსნაც საჭიროა პაციენტისთვის, რომ მან არ შეექნიოს ხელი ეს პრეპარატები ყოველთვის მოიხმაროს, ყოველთვის მიმართოს ექიმს, სულ იყოს სწორად გაითვალისწინოს ექიმის რჩევები, აუცილებლად ჩაწვეთების ჯერადობა, პრეპარატების მოხმარება, პერიოდული მეთვალყურეობა კვლევების კონტროლი. ანუ მართვა არის სრულიად შესაძლებელი. არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მე ქირურგები როცა ჩაერთვებიან ამ პროცესში და უნდა დავადგინოთ რა არის მიზნის წნევა და ამ მიზნის წნევის შენარჩუნება არის ჩვენი მიზანი მასთან ერთად. ამიტომ ამისი ახსნა განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ პაციენტიც იყოს ინფორმირებული. სქეს დიდი მნიშვნელობა ალბათ არ აქვს. სქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთი პათოლოგიის დროს, თქვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს უფრო ხშირად არის ასოცირებული ეს დაავადება სისხლძარღვოვან პათოლოგიებთან, ამიტომ ადამიანები ვთქვათ დაბალი არტერიული წნევით, შაკიკით, ხანდახან ზუსტი ესეთი კორელაცია მაღალ ჰიპერტონიასთან არ არის, მაგრამ როცა არის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, მაინც უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ ასეთი პაციენტებიც. გამოტანათია, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თვალთან თუ არის ეს რამენაირად დაკავშირებული, ვთქვათ, თუნდაც კვება, თუნდაც ფიზიკური აქტივობა, თუნდაც აი რა შეიძლება რა ვარჯიშები შეიძლება გაკეთდეს
მხედველობის გასაუმჯობესებლად. პერიოდული შესვენება მონიტორთან ყოფნის დროს. თქვენი პროფესიის, ჩემი პროფესიის ადამიანებსაც ძალიან გვეხმარება ეს ამბავი, რომ თვალი დავასვენოთ შორს ხედვით, რამდენადაც ეს მოხერხდება. ჰორიზონტთან შორი ხედვა არის დასვენების ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ხო? შორს ახლოს ესეთი მონაცვლეობა, ჩვენი 3-20-იანის წესი არის, ესეთი ცნობილი 3-20-იანის წესი, ყოველ 20 წუთში 20 წამი, 20 ფუტი დაახლოებით 6 მეტრამდე მანძილია. ხო? მხედველობითი ფუნქციის გადატანა და დამატენიანებელი წვეთები ესეთი მოგვეხმარება, ისე როგორც საცხი გვჭირდება სახისთვის, ხელისთვის, თვალსაც ჭირდება ეს წვეთი დამატენებად, ამიტომ აი ეს ორი ესეთი მარტივი წესის გათვალისწინება ძალიან კომფორტს გვაგრძნობინებს. თვალის დაისვენებს. სხვა შორის აერთხელ დამემართა ძალიან ისეთი ნათება ქონდა ტელეფონს აუწია და კვეთრი და აი ამ კვეთრმა ნათებამ გამოიწვია ის რომ 2 წუთი მეგონა რომ რაღაც დამემართა თქვა და აი რაღაც ისე გაბლარულად ხედავდი საკნებს ძალიან შემეშინდა. მნიშვნელობა, ინტენსივობაც დამშრალოვანია განათების. კი, ჰაერის ტენიანობა, კონდიცირებას გულისხმობ. ხო, ამიტომ აი ეს გარემოების ესე ვთქვათ მართვა ცოტა გვიჭერს, მაგრამ წვეთი მოგვეხმარება დამატენიანებელი რომ მივეშველოთ. ძალიან დიდი მადლობა. გაუფრთხილდეთ ჩვენს მზერას. აუცილებლად სამშობლოებია. ჩემთელად მეყოლეთ და ბედნიერება. თქვენს ჯანმრთელობას გისურვებთ ჩვენს მაყურებელსაც ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე საუბრობდა სტუდიაში.